Არი ბიჭო. წყლის გადავლება არის სიამოვნება რა. მაგარი. ბიჭო, მომისმინე, დამიტოვე წყალი? ერთ კვირაში იქნება ცხელი და შემდეგ ვინც ახალ რიგში მე უნდა ვიბანაო. მე უნდა ვიბანაო ამის მერე, რას ლაპარაკობ კაცი? მე უნდა ვიბანაო. აუ, ჩავარ რა, ქვევით ფეხბურთს ვითამაშებთ რა. სად ჩახვალ? ქვევით ეზოში ჩავარ ფეხბურთს. უთხარი არ გადამრიო. არ გადამრიო, ეხა არ ჩახვიდე ქვემოთ. აი, უცებ ჩავალ და ვითამაშე ფეხბურთს. ბიჭო, რანაირი ამინდებია, ხო უყურებ, გაცივდებით, ემუკა არ შეიძლება. იგრევა ქვეყანა გარეთ ქარია წინა. არია ასეთი. აბა რა ვქსა, ეხა თამაში მინდა და რა ვქსა? მე არ გაქვს სათამაშო ადგილი? მიდი და ითამაშე, სპორტ დარბაზი. არ გამოუყავი სპეციალურად შეხედე. ხო, აი იზი ბავშვი ხარ რა. აი და შენი კომენტარი. ერეტევია რა ხელასა. უყურე. გასკდა თავი, გამოდით გარეთ. აუ, ისა რა ქვია, მამიკო. არ უნდა შენი კომენტარი. მამა. ხო, მამა. აუ, გეხვეწები ოთახში შევა და პიანინოს დაუკრავ რა პიანინოზე. შედი, მამე, ვისთვის ვიყიდეთ, ის რეა. მადლობა. მიდი, მამა გენაც დაუკრა. ისწავლა მეტი აღწანებებს თავს რა. გამოდი გოგო, გამოდი. გამოდი სტუმარი. გასკდა თავი, გამოდი. რა იყო, მინდა დაკვრა რა. დიახ. გამარჯობა, შეიძლება? გამარჯობა. მოგესალმებით. მოძანით? ბექა გენეცვალე. ბავშვო, გადით იქეთ ოთახში. მოგესალმებით. სამშენებლო კომპანიიდან ვართ, არაშენ და პლუსი. სამშენებლო კომპანია. სამშენებლო კომპანია. დიახ, არაშენ და არაშენ და პლუსი. ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო. ძალიან კარგი. შეიძლება ორი სიტყვით ეხლა. დაბძანდით. გიგა, მამა, სკამი სტუმარს. ხო, დაიხარე. მოკლედ ეხლა რაზე მოვედი რა? დიახ. მოკლედ ამ კორპუსის დანგრევას ვაპირებთ. და ვაპირებთ რომ ავაშენოთ ახალი ფართი, ახალი კორპუსი. თანამედროვე ტიპის და რა ვიცი თუ გენდომება და თუ მოვილაპარაკებთ, კარგი იქნება რა თუ შევთანხმდებით, კი? ანუ ანგრევს კი და თქვენს გამოგეყოფათ ახალი ფართი რა. შესაბამისად, რა ვიცი, დავილაპარაკოთ, რა რას თავაზობთ. კი, აგერ ჩემ თანამშრომელს ეხლავე. ისა, გიორგი. მობრძანდი? გამარჯობა. მძღონელია ბატონი გიორგი. აიყო, შეგაცო, ჯერ დანგრევით რო იწყებ. იქნება, ვერ თახვდებით და. ოდიში. ე, უკაცრავად. არა უშავს. გამარჯობა. მაგასაც მივამატებ. მოკლედ რა ვიცი. დაბძანდით, კაცო, ნუ დგახართ ფეხზე. დაბძანდით. გენეცო. სად დავჯდე, გავიგე, დავბრძანდით. სად დავჯდე? ან როგორ დავჯდე, კაცო, რას ამბობთ? დაბძანდვა დაგასწრებს ვიღაცა გენაცვალე. ბატონო გიორგი, რა ვიცი. დაბძანდით, კაცო. კარგი ხუში ვარ ეხლა. კარგი. არა, ბრანდებოდი თქვენ დაბძანდით. დიახ. აბა, გიორგი მარშანია, დეველოპერული კომპანია, არაშენ და პლუსი. ძალიან სასიამოვნო, ძალიან თქვენი სახელი? ნიკოლოზი. ნიკო. გენაცვალე. სასიამოვნო, ძალიან. სხვადასხვა თქვენი კომპანია, ცნობილი კომპანია თუ? კი, კაცო, ცნობილი კომპანია, როგორ ეხა არაშენ და პლუსი და ცნობილი კომპანია. რა გაქვთ აშენებული? რა ვიცი, ბექარ ეხა რომელი ერთი დავიწყოთ. აი მაგალითად თემქაზე რო არაშენდა. დიახ. ეგ ჩვენ არ ავაშენეთ. კი ბატონო. აბა. ახედის გზატკეცილზე. მინდვრები როა გადაჭიმული, სუვაკე. კი, მე ვიცი. არაფერი რო არ დგას. ჩვენი აშენებული. აბა რასამ კიდე რა ვიცი, ძალიან ბევრი. აი რომელი ერთი. კარგი, საკვარისი, დიახ, რაშია საქმე რომ თუ შეიძლება რა რამდენიმე კითხვას დაგისვამთ და ანუ ჩვენ გვინდა რომ თქვენი კორპუსი დავანგრიოთ და ფართი ავიღოთ და თქვენ აი რო შევთანხმდეთ, აი რას ითხოვთ მაგალითად? რა ვიცი, ახლა რას ვითხოვთ? თქვენ რას თავაზობთ? აი ჩვენ მოგცემთ ახლა ამაში ეს რამდენი იქნება ბექა ახლა? 7-8 კვადრატი იქნება რა. 7-8 კვადრატი, ხო? აი 8 კვადრატი. ჩვენ მოგცემთ 10 კვადრატს. კი ბატონო. რას ლაპარაკობ, კაცო? კაცო, რასაკეთო? ამხელა
ბინაში მასევ 10 კვადრატს. 10 კვადრატს აბა რა ვქნათ ბატონო რა. რა როგორ არ ცხენიათ ახლა შეხედეთ ამ ხელა ფართია ცხენი გაჭენდება ჭადრაკის. რა გინდა ბატონო რა. რა გენაცვალე ეხლა. ერთი ოთახია და გაძლევთ 10 კვადრატს ერთ პატარა ოთახში რა გინდა. რა ზაბარ მივახდეთ ციხლით სახეში? რამდენი გინდათ ეხლა თქვენ? მომი ერთი წუთით გასაგებია რომ ეს ახლა ამ წუთში არის 7 კვადრატი მაგრამ ისი არის 70 ეს 70 უბრალოდ სქელინალესია. კი, ჩემი ხელით მაქვს ამოვლესილი მთლიანად. არ ვიცი ეხლა რა ვიცი ბექა. ერთ ოთახში ჩვენ მეც ეხლა 10 კვადრატს გაძლევთ ერთ პატარა ოთახში. მე ვერ დათანხმდი. რამდენი გინდა თქვი აი რამდენი კვადრატს აიღებ და იქნება შევთანხმდეთ. მოვიფიქრებ ახლავე მოვიფიქრებ. რასაკეთებს? რასაკეთებს ბატონო? აი დასტარდი ეხა მამა რა. ბატონო მოლტავსემ კაცო უბრალოდ ფიქრობ ჩემთვის. მოიფიქრე და ერთი წუთით ბატონო ისაუბრეთ ასე. ესე იგი მოვილაპარაკეთ ახლა ჩვენ და 7 კვადრატი კი არის ახლა ცოტა თქვენც უნდა წაგვიმატოთ ახლა ჩვენი პარტია და ვითხოვთ 200 კვადრატს. 200? 200 კვადრატი. ასე გვადროვ ერთი წუთი. მოვილაპარაკეთ. კი ბატონო თქვენ თუ გაწყობთ ახლა მოკლედ ჩამოყალიბდით რაღაცაზე და ბატონი გიორგი მე ვფიქრობ რომ შევჯერდეთ არც თქვენ დარჩეთ უკმაყოფილო არ ჩვენ 180 კვადრატს მოგცემთ. რამდენი? 180-ში. წადი. გადი. გადი და მანე. გავიგე, კაცო. გაჯედი მამა. რა გინდა ვერ გავიგე ერთ ოთახიანი სახლი გაქვთ 180 კვადრატს არ გინდათ რა გინდათ ამ ერთ ოთახში ვისა? ერთ ოთახიანი სახლი. ეხ შეურაცხყოფას რომ აყენებ ერთ ოთახიანი ეს თუ ხუთ ოთახიანი. რა ხუთ ოთახიანი ერთი ოთახიანი საიდანაა ხუთ ოთახიანი ერთი განაცავს გვაყრეთ რა. რა შეაბარაგო? გაძ მიდი თუ რა, თუ გაათვალიერებინე, კაცო, დაათვალიერებინე. აგად ერთი ოთახი ხო არის თვითონ ეს? კი ბატონო მეტი ხო. მეორე ოთახი აგერ არ არის ქვემოთ. ხო კარგი მეორე ოთახი მე მესამე ოთახი აგერ ქვევით. პრინციპში ხო კი ბატონო მესამეც არის ხო ხო. მეოთხე ოთახი საზავით მოგჟო მეოთხე ოთახი. რომელმა აიღეთ მეოთხე ოთახი რომელმა აიღო? აგერ ყოფილა. ეს არ არის მეოთხე ოთახი? და შენ არ გაქვს სამეცადინო ვერ შეხვალ და ვერ იმეცადინებ? კარგი ეს 4 მეხუთე მეხუთე. დიაჩვენა. მეხუთე ოთახი მეორე სართული რო გვიდგას, აგერ მანსარდი ვერ უყურებ? ხო, კარგი, გასაგები. ანუ ეს არის დუპლექსის ტიპი ის. ორსართული კი, ანტესოლი და აქედაც მინდოდა, გა ვერ მოვასწარი თუ არა. ბოდიში რაღაც პროექტთან დაკავშირებით მაინტერესებს. ცოტა თქვენს გაიჭიროთ გასაგებია. რაღაცა აი იქნება ეს რა არის ეს რომ რაღაც პროექტში ვერ გავიგეთ. რა თქვია, რა არის? კაცო ტელევიზორია, ვერ უყურებთ რაც არის? ანაერი ტელევიზორია კაცო რა არის. იქით კედელში რა, არა იყოს საშუალება და მეზობელთან გვაქვს ზიარად. კი. აგეთი რომელზე კურიერი გადის ახლა ზალიკოჩებთან აჩვენებს, დიკო იქეთ აჩვენებს. იმასთან. შოთა! ზალიკომ თქვა დიანა გამოაცხადებსო პროგნოზსო და მითხარი ერთი რა ამინდია ხვალს არის. რა ვიცი ცოტას თუ გაიჭირებთ თქვენ 180 თუ არ იქნება რაღაცა იქნება შევჯერდეთ მაგარი არაჩვეულებრივი ერთი სიტყვით კარგი ჩვენ კიდე მოვიფიქრებთ ამ საკითხსა და გამოგვივლით ალბათ
აგ ზოგადად რა მაინტერესებს სანამ წახვიდეთ აი რა კორპუსია შედა პროექტი თუ გაქვთ ამე კორპუსები არა შენ და პლუს რო აქ იმდენი ვისაა აჩვენე კაცო ჩვენ მომზადებულები აჩვენეთ არაჩვეულებრივი პროექტი არის აი ესეთი პროექტი არის თქვენი მომავალი კორპუსი აი ესეთი არის ეხლა რა ხდება ამ სიტუაციაში თვითონ ეს გასაგებია ესენი რატოა რა ხდება შეჭრილ შემოჭრილი ესენი არ იყვნენ თანახმა ეს მე რა ამბავია და ეს მეხუთე სართული გაჯიუტდა ოხო დავტოვეთ არ თმობს ჩამოვაშორე ამას თავიდან არ უნდა და მე მოინდო მე ისევ აღარ უნდა და ამოუქოლეთ რა საერთოდ გავაუქმეთ ეს ოთახი ესეთი იქნება და რა ვიცი თქვენ იქნებით აი აქ ჩაკტევთ თქვენ რავი თუ მოიფიქრებთ ვიფიქრეთ სხვათა შეკება არა და გადავშალოთ კაცო ესეთი არ არის ისა მომისვენე თქვენ რა მინდოდა და მეკითხა თქვენთვის თქვენ მე მაგ კიდე ხვევით ორსართულიანი სახლი ხვევით სათქვევით ხვევით კი ო რა აი პარტსაც თუ იყიდით იმ პარტში კი ბატონო თქვენ ეზოს ეკუთვნის ანუ წითელ ზონაშია ხო წითელ ზონაში. საინტერესოა ისე ხო გვარ რავი დავთანხმდეთ ანუ შევთანხმდეთ და ნახოთ ჯერ კი ბატონო ხელში არის შესაძლებლობა. მეც გამოვალ თან ოჯახი ამოისუნთქავს რა ჩავწიხლოთ ა იცი გამოხოდი იქიდან და გავით ნახოთ აბა ის პროექტი და მე უფრო თამაშობთ შეგვიძლია ვისაუბროთ რა გავიდეთ გავიდეთ გაჩვენოთ. აბა აბა ბატონო გიორგი და რა სულთანი არის ნუ გავიდეთ აბა წავზეთ გენ სულ წავ სვათი შენ არ მინდა შენ გამოხონა ნუ აი ხედავთ თქვენ თვითონაც რაც არის და ამ სახლში რამდენს მომწევთ რამდენ კვადრატს რა უნდა მომწე ამ სახში კაცო ვერ გამაიმუნებ თუ რა შვები კაცო რას ქვია გამაიმუნებთ კაცო ამ ხელა ორსართულიანი სახლი ორსართულიანი სახლი 500 კვადრატი არ უნდა მომწე 2 კვადრატს მოგცემ თუ გინდა 500 რას ლაპარაკობ თქვენ კაცო რას ლაპარაკობ 2 კვადრატს რანაირად მომწევთ ძმა ინვესტორები კი აფერისტები კი აფერისტები კი ნორმალურად ისაუბრე კაცო საქმე მაყრია თავზე ისედაც კაცო და აცალია 500 კვადრატი და დავამთავროთ ლაპარაკი 500 არის მომიდო 500 კვადრატი კაცო 2 კვადრატს გაძლევ და შევდა განები ამოშალე შეში არ მინდა მოუკარეთ არა მინდა ამ საკუთარ და ვერ გავიგე. ვარ ისე რა